Adidas და Puma მსოფლიოს ორი ყველაზე ცნობილი სპორტული ბრენდია და მაინც ორივე ერთი პატარა გერმანული ქალაქიდან მოდის. ამის მიზეზი კი არის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ისტორია ბიზნეს სამყაროში, რომელიც ცოტა თუ შეიძლება რომ იცოდეს. ეს ისტორია სავსეა ღალატით და ძმური მტრობით. რეალურად Adidas და Puma ძმებმა შექმნეს. მიხვდებათ ალბათ. ადოლფი და რუდოლფი იყვნენ ძმები, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთს კონკურენტებად გადაიქცნენ და სიცოცხლის ბოლომდე დარჩნენ მტრებად. ხოლო Adidas და Pumas ისტორია გავს თუ ძალიან ჩავეძიებით უსასრულო ჭადრაკის თამაშს ძმებს შორის, სადაც ორივე ძმა ყველაფერს აკეთებდა, რომ მეორედ დაეღუპა. მათი შური და სიძულვილი იმდენად შორს წავიდა, რომ დღემდე მათი მშობლიური ქალაქი შუაზე გაყოფილი. ერთი მხარე მხარს უჭერს Adidas, ხოლო მეორე მხარე Pumas. რეალურად Adidas და Pumas ისტორია ორ მსოფლიო ომს მოიცავს და გვიჩვენებს როგორ გაწევრიანდნენ ძმები ნაცისტურ პარტიაში, როგორ ამზადებდნენ იარაღს ჰიტლერის არმიისთვის და ორი ძმა, რომლებიც სისხლით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, სიხარბის და ამბიციის გამო როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. და ამ ისტორიამ შემდეგ შექმნა Adidas-ი და Puma. 1898 წელს დაიბადა რუდოლფი, რუდის ეძახდნენ, 2 წლის შემდეგ დაიბადა ადოლფი, რომელსაც ადის ეძახდნენ. ღარიბ ოჯახში იზრდებოდნენ პატარა ქალაქში, რომელიც ცნობილია ფეხსაცმლის ქარხნებით. მათი მამა ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ ოჯახში ახლა არ შეეძლო. ამიტომ დედამ წამოიწყო სარეცხი ბიზნესი. ის ხალხის ტანსაცმელს რეცხავდა, ხოლო ადი და რუდი სახლებში არიგებდნენ. მალე მათ ქალაქში სარეცხ ბიჭებსაც ეძახდნენ. წარმოიდგინეთ 1898 წელს გერმანიაში მუშაობდა dry cleaning-ი დაახლოებით, ანუ თუცა მეიტანდი სარეცხს დატოვებდი და გაგირეცხავდნენ და მოგიტანდნენ. ის რაც საქართველოში შემოვიდა ალბათ რამოდენიმე წლის წინ, იქ მუშაობდა 100 წლის წინ. მაშინ იგონებდნენ მსგავს რაღაცებს გერმანიაში და არა მარტო. მაგრამ შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომლის დროს ორივე ძმა გაიწვიეს არმიაში და როცა დაბრუნდნენ, ომიდან ცოცხლები დაბრუნდნენ. ყველაფერი დაკარგული ჰქონდათ, დედის ბიზნესი, კლიენტები, ფული გაკოტრებული იყო. გერმანიის ეკონომიკა იყო ზოგადად ნანგრევებად ქცეული და ამ დროს ადიმ გადაწყვიტა ოჯახი რო დაეყენებინა ფეხზე, სპორტის დიდ გულშემატკივარი იყო და ოცნებობდა რომ ფეხსაცმელები გაეკეთებინა. იმ წლებში სპორტსმენებს არ ჰქონდათ სპეციალური ფეხსაცმელები სხვა სპორტისთვის. ჩვეულებრივი ფეხსაცმელები გამოდიოდნენ. ამიტომ ადი მიფიქრა რომ შექმნიდა ბაწრიან ფეხსაცმელს მხოლოდ მორბენლებისთვის, რომელიც მათთვის იქნებოდა განკუთვნილი. და დედის სარეცხ ფარდულში გადავიდა, იქ მოაწყო სახელოსნო. პრობლემა ის იყო რომ მას არ ჰქონდა არც ფული, არც მასალები, საერთოდ არნაირი კაპიტალი და დენიც არ იყო ქალაქში, მაგრამ ის მიდიოდა საბრძოლო ველებზე და აგროვებდა ომის ნარჩენებს, ტყავის ჩაფხუტებს, თოკებს, პარაშუტებს, ყველაფერს რაც იშოვებოდა. ელექტროენერგიის ნაცვლად ფეხსაცმლის საჭრელი აპარატი ველოსიპედის ბორბალზე მიამაგრა, მეგობარს ატრიალებინებდა და თვითონ მუშაობდა და ასე შექმნა გამძლე კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც პოპულარული გახდა მალევე ქალაქში. ექსპერიმენტები დაიწყო მან დიზაინზე, მასალაზე და სტილზე. ბიზნესი იზრდებოდა. ამ დროს კი რუდიმ გადაწყვიტა, რომ მის ძმასთან ერთად ემუშავა. რუდი იყო კომუნიკატორი და გამყიდველი, ხოლო ადი გამომგონებელი და პერფექციონისტი. 1924 წელს მათ დააარსეს დასლერის ძმების სპორტული ფეხსაცმელების ფაბრიკა. მალე საქმე აყვავდა რუდი ფეხბურთის გუნდებს უფასოდ აძლევდა ფეხსაცმელებს, რომ გამოეცადათ და შემდეგ შეეკვეთათ. ბიზნესი იზრდებოდა, მათ შეძლეს უფრო დიდი ქარხნის აშენება და ახალი მოდელების გამოშვებაც კი. მაგრამ შემდეგ მოვიდა ჰიტლერი ხელისუფლებაში და ყველაფერი შეიცვალა. ნაცისტები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სპორტს როგორც სამხედრო მომზადებისა და ნაციონალური სიამაყის სიმბოლოს. სპორტულ ფეხსაცმელებზე მოთხოვნა აფეთქდა. ორივე ძმა, ადი და რუდი, გაწევრიანდნენ ნაცისტურ პარტიაში. იძულებით გაწევრიანდნენ თუ თავისი ნებით არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია რომ მათი ბიზნესი ამით ძალიან გაიზარდა. 1936 წელს, როცა ბერლინში ოლიმპიური თამაშები გაიმართა, მათ დაინახეს ძალიან დიდი შანსი. თუ შეძლებდნენ რომ რომელიმე ცნობილი სპორტსმენისთვის მათი ფეხსაცმელი მიეცათ, თელს მსოფლიოში გახდებოდნენ პოპულარულები. და მათ არჩევანი გააკეთეს ჯესი ოუენსზე, შავკანიან ამერიკელ მორბენელზე. ჰიტლერს სურდა თქმა უნდა რომ გერმანელ სპორტსმენებს დაემტკიცებინათ გერმანული რასის უპირატესობა, მაგრამ ადიმ გაბედა. პირადად მევიდა ოუენსთან ოლიმპიურ სოფელში და გადასცა თავის ფეხსაცმელი. ოუენსი დათანხმდა და მაგ ფეხსაცმელს დირბინა. მოგვიანებით ჯესი ოუენსმა მოიგო 4 ოქროს медали, რაც ჰიტლერისთვის იყო კატასტროფა, მაგრამ ეს ადისთვის იყო უდიდესი რეკლამა. მსოფლიომ პირველად გაიგო დასლერის ძმების სახელოსნო შესახებ. მათი შეკვეთები მთელი მსოფლიოდან მოდიოდა, მაგრამ წარმატებასთან ერთად რა თქმა უნდა მოვიდა დაძაბულობაც. რუდი თვლიდა რომ კომპანია მის გარეშე ვერ იარსებებდა, ხოლო ადი კი დარწმუნებული იყო რომ პროდუქტის ხარისხი მხოლოდ მისი დამსახურება იყო. მათი ურთიერთობა თანდათან გაუარესდა, ხოლო მეორე მსოფლიო
ომის დაწყებამ ყველაფერი საბოლოოდ გაანადგურა. რუდი არმიაში გაიწვიეს, ხოლო ადი დარჩა ქარხანაში, რომელიც ახლა მუშაობდა სამხედრო მიზნებისთვის. რუდი ეჭვიანობდა, რომ ადი სპეციალურად ცდილობდა მის მოცილებას. ერთ დღამეს, როცა მოკავშირეები ქალაქს ბომბავდნენ, ადი და მისი ცოლი თავშესაფარში ჩავიდნენ, სადაც უკვე რუდიც იყო, ხოლო ადიმ თქვა, რომ ის ბასტარდები ისევ დაბრუნდნენო, ეს მოკავშირეებზე თქვა, მაგრამ რუდი მიფიქრა, რომ ეს მის მიმართ იყო ნათქვამი. მას შემდეგ მათი ძმობა დასრულდა. ეს ვინ საიდან შემოინახა და საიდან იციან არ ვიცი, მაგრამ ეგრე მოიძიერო ეს იყო მათი ურთიერთობის გზა გამყოფი, ასე რომ ვთქვათ, რაც ალბათ მოგონილია, მაგრამ ხატრულ სურათს მაინც გვიჩვენებს. ოკეი, რა ხდება შემდეგ ომის დროს? ომის დროს რუდიმ ადის დააბრალა, რომ რაღაცებს მალავდა, ხოლო ადი კი რუდიზე საჩივრებს წერდა. საბოლოოდ ორივე ამერიკელებმა დააკავეს, მაგრამ ომის შემდეგ ორივე გათავისუფლდა. უბრალოდ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ, იყვნენ მტრები. 1948 წელს მრავალი კამათის და სასამართლოს შემდეგ საბოლოოდ ქარხანა გახვეს ორ ნაწილად. ადიმ დაარსა ადიდასი, რუდიმ შექმნა პუმა. თავიდან რუდა ერქვა, სახელების მსგავსი კომპანიის სახელები ერჩის როგორც ხედავთ, მაგრამ რუდა აღარ მოეწონა და შექმნა პუმა. მათი პატარა ქალაქიც ორ ნაწილად გაიყო. ერთ მხარეს იყო ადიდასი, მეორე მხარეს იყო პუმა. ადიდასის მუშები და პუმას მუშები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. შვილებიც კი სხვადასხვა სკოლაში დადიოდნენ. ქალაქს კი დახრილი კისრების ქალაქში არქვეს, რადგან ხალხი ერთმანეთის ფეხსაცმელებს უყურებდა. დრო გაიგო რომელ მხარეს ეკუთვნოდა ესე თუ ის პიროვნება. ადიმ იმისაც რომ თავის ფეხსაცმელი გაიხადა გამორჩეული, დაამატა 3 თეთრი ზოლი და ასე შეიქმნა ადიდასის ცნობილი დიზაინი. მაგ პერიოდში გერმანია ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ხოლო რუდიმ სცადა რომ გერმანიის ნაკრებს პუმას ფეხსაცმელით ეთამაშა, მაგრამ ვერ შეთანხმდა. ამიტომ გერმანიის ნაკრები გამოვიდა ადიდასის ბუცებით. და მოხდა სასწაული, გერმანიამ მოიგო ჩემპიონატი ადის სპეციალური ბურთულებიანი ბუცებით. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა წვიმიან ამინდში გერმანელებმა მოიგეს ამ ბუცების დამსახურებით და მთელი ქვეყანა აღბრთოვანა, ხოლო ადიდასი გახდა ეროვნული სიამაყე, ხოლო რუდი კი იყო განადგურებული. 2 წლის შემდეგ 50-იან წლებში რუდის კომპანია შექმნა პრობლემები პუმას, მათ ფეხსაცმელები ოლიმპიადაზე ვერ გადიოდა საბაჟოს, ხოლო ადიდასი კი უპრობლემოდ გაუშვეს. წარმოიშვა ჭორი, რომ ადიდას მოსყიდულები ყავდა ამ საბაჟოს ხალხი, რომ არ გაეშვათ პუმა და ასე დაიწყო ადიდასის და პუმას 10 წლეულების ომი. ორივე კომპანია ერთმანეთს ეჯიბრებოდა სპორტსმენების სპონსორობაში. 1960-იან წლებში ისინი მილიონებს ხარჯავდნენ ცნობილი სპორტსმენების მოსახიბლად. რეალურად ალბათ უძველესი ინფლუენსერ მარკეტინგი ადრე ეგეთი იყო, ეგრე მუშაობდა. დღეს რო ინფლუენსერებს უხდიან პულს, მაშინ სპორტსმენებს ან ცნობილ ადამიანებს უხდიდნენ და იგივე ინფლუენსერ მარკეტინგი იყო, უბრალოდ ინსტაგრამი და ფეისბუქი არ ჰქონდა მაშინ იმ ხალხს, იმიტომ რომ არ არსებობდა. თან რეალურად ამ დროს უკვე 60-იან წლებში კომპანიების მმართველობა მათ შვილებს ჰქონდათ გადაბარებული, ანუ ცოცხლები იყვნენ თუ არა ადი და რუდი არ ვიცი, მაგრამ 1970-იან წლებში შეთანხმება დატო ადიდასმა და პუმამ, რომ არც ერთ კომპანიას არ უნდა მოეწვია პელე. რადგან ფასებს დააზრდიდა ეს მათ შორის კონკურენცია ამ ინფლუენსერებზე. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისას ყველამ დაინახა პელე პუმას ბუცებით, თამაშის დაწყებამდე დროც მოითხოვა პელემ და ბუცების თასმები ნელა შეიკრა, ყველა კამერა მასზე იყო მიმართული და თელმა მსოფლიომ რა ვინც ფეხბურთს უყურებდა, დაინახა პუმა. ყველაზე ცნობილ ფეხბურთელს დაუნახეს მსოფლიოში. ეს პუმასთვის მარკეტინგის გენიალური მომენტი იყო და ამან გაყიდვები გაზარდა, ბუნებრივი ააფეთქა. ამბობენ, რომ ადის და რუდის სიბერეშიც ბოლომდე გახვათ მტრობა, როცა რუდი მოკვდა ფილტვის კიბოთი, ალბათ ბევრს ეწეოდა. ადი მის დაკრძალვაზე არ მევიდა, მაგრამ მაქედან რამოდენიმე წელიწადში ისიც მოკვდა და ერთი და იგივე სასაფლაოზე დაკრძალეს ორივე აღონ სხვადასხვა ბოლოში. როგორც მათი ქარხნები იყო ქალაქში განთავსებული დაახლოებით იმავე სტილში. მათი სიკვდილის შემდეგ კომპანიები შვილებმა გადაიბარეს, როგორც გითხარით, მაგრამ იგივე მტრობა და კონკურენცია გაგრძელდა. ხოლო 1980-იან წლებში ორივე კომპანია ფინანსურად შედარებით დაეცა, არ გაკოტრებულან, მაგრამ რთული სიტუაცია ჰქონდათ, რადგან ერთმანეთთან ომში და მტრობაში იმაზე უფრო მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე უნდა დაეხარჯათ პროდუქტში, დიზაინში, მარკეტინგში, ყველაფერში. და ამ დროს გამოჩნდა ბაზარზე Nike, ამერიკული ბრენდი, რომელმაც ისარგებლა მათი გაკოტრებული არა, მაგრამ თითქმის გაკოტრებული მდგომარეობით, ბაზარზე მოიპოვა პირველობა და ორივეს მნიშვნელოვნად გადაასწრო. 90-იან წლებში Adidas შეიძინა შვეიცარელმა მილიარდელმა, თავიდან ააშენა ბრენდი, გააკეთა ინოვაციური მოდელები, მოიპოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ბეკჰემი, კობი ბრაიანტი. ხოლო 2006 წელს Adidasმა Reebok-ი შეიძინა, შემდეგ კი შექმნა Yeezys მოდელების ხაზი Kanye West-თან ერთად, რაც მარტო იქ ხაზი $1 მილიარდზე მეტი ღირს. ამავე პერიოდში Puma-ს ახალი ხელმძღვანელი ყავდა, იოჰანი, რომელმაც ბრენდი საერთოდ სხვა გზაზე წაიყვანა. ის არ ეცადა არც Adidas-ის მასშტაბზე ასვლას და არც მასთან კონკურენციას. ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილა სტილ
სტილზე, მოდაზე, უნიკალურობაზე, კოლაბორაციებს შექმნა დიზაინერებთან, მოიყვანა რიანა როგორც კრეატიული დირექტორი. ორივე კომპანია აღდგა და კვლავ გლობალურ ლიდერებად იქცნენ. ხოლო 2009 წელს მრავალწლიანი ტურების შემდეგ Adidas და Puma-ს თანამშრომლებმა თავიანთ მშობლიურ ქალაქში, აი როგორც თქვა ქარხანა, რომ ერთის ერთ მხარეს იყო და მეორეს მეორე მხარეს, გამართეს მეგობრული საფეხბურთო მატჩი, შერეული შემადგენლობით და დაასრულეს ის ომი, რომელიც გაგრძელდა დიდხანს, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს კომპანიებს შორის. თუმცა დღემდე ერთი და იგივე მდინარის ორ სხვა მხარეს ორი მთავარი ოფისი დგას Adidas-ის და Puma-სი და დღესაც ქალაქის ნახევარი ატარებს სამზოლიან ფეხსაცმელს, ხოლო მეორე ნახევარი კი ატარებს Puma-ს. ომი რომ არ დაიწყოთ, შეიძლება რომ შეექმნათ ყველაზე დიდი სპორტული ბრენდი, მაგრამ რომ დაიწყეს, შესაძლოა ამ კონკურენციამ ხელი შეუწყოთ ხელის შეშლის ნაცვლად დაეხმარათ, რომ მოსულიყო Adidas და Puma დღემდე ისეთ მასშტაბურ ბრენდებად, როგორიც დღეს არის. თუმცა ნუ მათი კონკურენციის ფონზე Nike-მაც დაიკავა თავისი ადგილი, რაც ალბათ ცეთას დაიკავებდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. თუ გაინტერესებთ გავს სტილის კონტენტი, გამოიწერეთ არხი, რა თქმა უნდა, დალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ კიდე რომელ კომპანიაზე ისურვებდით მსგავსი ბიზნეს ისტორიის ჩაწერას.